გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. დღეს შინდისის ციხეზე გიამბობთ. შინდისის ციხე გორში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთ ნაწილში ვაკეზე მდებარეობს. თარიღდება სავარაუდოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრით. ციხე ნაგებია რიყის ქვით. შიდა კედლებზე და კამარაზე გამოყენებულია აგურიც. ციხის ოთხივე კუთხეში დგას ცილინდრული კოშკები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი მთლიანად დანგრეულია. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკისგან ნაწილობრივ გადარჩენილია 3 სართული. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორე და მესამე სართულს შესასვლელი ეზოდან ცალ-ცალკე აქვს. მეორე სართულის კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. სართული გადახურულია აგურის დაბალი სფერული კამარით. მესამე სართულის კედლებშიც სათოფურებია განლაგებული. სათოფურები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით. ჩრდილო-დასავლეთ კოშკიდანაც 3 სართულია შემორჩენილი. ორივე სართულს შესასვლელი ეზოდან აქვს. პირველი სართულის კარი ისრული თაღით გადახურული ბუხარია. გვერდებზე კი სათოფურიანი ნიშებია. კამარის ქვემოთ 2 პატარა სარკმელია. სართულის გადახურვისთვის კოჭების მაგივრად გამოყენებულია 0,6-0,8 მეტრის სისქის ფიცრები. სავარაუდოდ მასზე ეწყო ჩელტები და დატკეპნილი იყო თიხით. კოშკის მეორე სართულზე ბუხარი და სარკმლები ისევეა განლაგებული როგორც პირველ სართულზე. კედლებში დატანებულია შეწყვილებული სათოფურები და 4 სალოტე. ჩანს საზარბაზნეს კვალიც. სამხრეთ-დასავლეთ კოშკსაც მსგავსი არქიტექტურა აქვს. ციხის გალავანიც დაზიანებულია. იგი ორსართულიანია და ქვედა იარუსი ყრუ აქვს. სავარაუდოდ ზედას ხის საბრძოლო ბილიკი გასდევდა. გალავნის ზედა ხაზი აღჭურვილია ორმაგი სათოფურებით. გალავანი მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით. შინდისის ციხის სიმაგრე გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობის დროებით შეხიზვნისა და თავდაცვის მიზნით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სასას ბერადი სამყარო. მიყვარხართ!